უკრაინამ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია დაიწყო. თავდაცვის ძალებმა აფეთქეს ბოლო ხიდით, საიდანაც ოკუპანტებს სამხედრო მომარაგება გადაჰქონდათ. რუსების სამხედრო ლოგისტიკური მარშრუტი სრულად პარალიზებულია. თავდასხმის მომენტში ხიდთან ახლოს საბრძოლო მასალითა და საწვავით დატვირთული რუსების 50-მდე სატვირთო იყო გაჩერებული. ისევე როგორც რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკრაინის მასშტაბური ერიშების გამო ყირიმშიც ბენზინის დეფიციტია. დრონების თავდასხმის გამო კი თათრეთის რესპუბლიკაში რუსეთის დღე ჩავარდა, ქალაქში ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გააუქმეს. დარტყმის ქვეშ მოყვა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. მარნეულში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ეს შემთხვევა სოფელ კუშჩუში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. სენაკში შვილმა მამა დაჭრა. 65 წლამდე კაცს ჭრილობებით ცივი იარაღით აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა ზუგდიდის ქუჩაზე იუსტიციის სახლთან მოხდა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე დააკავეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. გვიან ღამით სროლა იყო ბათუმის ბულვარში. მთავარის ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა გაისროლა იქვე მდებარე რესტორნის დაცვის ორმა თანამშრომელმა კითხვის ანასხლეტით მცირე დაზიანება მიიღო. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კაცი, რომელმაც გაისროლა, დააკავეს.